ნათია ტრაპაიძე შევეხმიანოთ, ნათია უფრო ახლოს იყო ტრიბუნასთან. მისგანაც გვაინტერესებს, როგორი განწყობა ახლა იქ საზოგადოებაში, როგორ აფასებენ დღევანდელ დღეს და მათ შორის მეხუთე პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ მოწოდებებს ერთობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ნათია გისმენთ. სალომე ზურაბიშვილმა ძალიან ბევრჯერ გაიმეორა სიტყვა ერთობა, თითქმის ყველა წინადადებაში გქონდა ხაზგასმა იმაზე, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთობა და ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში თავარი იარაღი უნდა იყოს სწორედ საზოგადოების ერთობა. Რა თქმა უნდა, შეფასებები ამ განცხადებას ექნება, ხვალაც მათ შორის. ჩვენ შეგვიძლია ახლა გია ჯაფარიძეს გავესაუბროთ, ბატონ გია, ერთობა ყველა ამბობს, რომ არის უნიკალური რამ, რაც შეიძლება იყოს გამოყენებული ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში. თქვენ როგორ ხედავთ მოვლენას? მე გვიან მოვედი, არ მისმენია რა ითქვა ჩემს მოსვლამდე, მაგრამ თუ საქმე ეხება ერთობას წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ ერთიანობა იყო მნიშვნელოვანი, მეტიც საპარლამენტო არჩევნების წინ ყველა მახსოვს, ვინ რას ამბობდა, არ ვიყავით ბევრი, ვინც ამბობდა, რომ საჭირო იყო საერთოდ ერთიანი სიით გასვლა. არა მხოლოდ სიტყვებით ერთობა, არამედ საქმით ერთობა. მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც არჩევნები მაინც მოიგო, ისე როგორც მოიგო, მაგრამ აჯობებდა საპარლამენტო არჩევნებზე გასულიყო ერთიანი სიით. არა უბრალოდ რაღაცა სიტყვებით ერთობა, არამედ სიაც უნდა ყოფილიყო ერთიანი. ამიტომ ყოველთვის ვიყავი ერთიანობის მომხრე, ყოველთვის ვიყავი ერთიანი სიის მომხრე. ახლა სხვანაირად როგორ შეიძლება ვფიქრობდე, რასაკვირველი ახლაც ვარ იგივე აზრის. დიდი მადლობა გია ჯაფარიძეს უსმენდით, აქ მე ვხედავდი იყო ლელა ჯეჯელავა, ქალბატონ ლელა, ორ წუთს აგართმევთ, გქონდეთ კოლგა, თუ გნებავთ. ალბათ უსმინეთ სალომე ზურაბიშვილსაც, მისი გამოსვლის მთავარი პათოსი იყო ერთობა, რომელიც იქნება მთავარი იარაღი ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში. თქვენ როგორ ხედავთ მოვლენებს და რა შეგიძლიათ რომ თქვათ? ხო, მართალი გითხრათ, ახალი არაფერი არც მომისმენია და არც მომხდარა დღეს, მაგრამ თუ ერთობაზე ვსაუბრობთ, ერთობა პირველმა არ უნდა დატოვო ხოლმე. ეხლა არ არის პრეზიდენტი ჩვენს გვერდით და მე მინახავს საქართველოში ნამდვილი ერთობა, როდესაც ხალხი, პოლიტიკური ლიდერები ერთსულ და ერთხორც იყვნენ. ყველა ერთად იყო, არავინ ზემოთ არ ყოფილა და ამიტომ მე მხოლოდ ასეთი ერთობა ვიცი, არა კლუბური, არამედ ნამდვილი ერთსულოვნება. დიდი მადლობა თქვენი პოზიციისთვის, ლელა ჯეჯელავას უსმენდით. გამოსვლები ამ წუთებშიც მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, სცენაზე არიან ახალგაზრდები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, მათი მეგობრები, ისინი საკუთარ შეხედულებებს და მოსაზრებებს აცნობენ რუსთაველზე შეკრებილებს. რა თქმა უნდა, ყველას პათოსი, ყველა განცხადების მთავარი გზავნილი არის ერთობა და ერთიანობა, რომელიც საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს, თუმცა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ სხვადასხვა შეხედულებების მიუხედავად ერთად დგომა და ეს 7 თვე უწყვეტი პროტესტი სწორედ ამაზე მიანიშნებს. ბრძოლა რა თქმა უნდა გრძელდება. ყველა გამომსვლელი ამბობს, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება ყველა სინდისის პატიმარი და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც ივანიშვილმა უბრალოდ განსხვავებული შეხედულების გამო დაატყვევა ახლა და ვიდრე არ იქნება მიღწეული საბოლოო გამარჯვება.